მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ მინდა რომ ერთი მცირე ფაქტი გაჩვენოთ ახალ აერ კონტროლ ექსტრემთან მიმართებაში. მოკლედ ჩვენ ვიცით რომ აი ამაში რა შტოკიც დარბის არის ეს ამაზე ზის ჩამკეტი მექანიზმის კუდი და ზამბარას დაღავს წინ და უკან და ეს კუდი რო ამორტიზაციას აკეთებს, ეგეც ვიცით და განხილული გვაქვს. ჩემს მეგობართან დაფიქსირდა ესეთი ფაქტი და შემდეგ დავინტერესდი ჩემი თოფითაც, რომ ამ კუდმა მოიშვა და ლამის ამოვარდნაზე იყო თუ ამოვარდა კიდევაც სამ გადატენაში პრობლემები შექმნა, თუმცა დასლის შედეგად აიწო ისევ და გააგრძელა თოფმა ჩვეულებრივი ექსპლუატაცია. ჩემს თოფზე შევამოწმე, როცა წმინდავდი გაზაფხულზე და იყო მოშვებული რამდენიმე რესპით. აი ესე მარტივად ეშვება ხელით და შემდეგ გასროლის ვიბრაციებზე და რაღაცეებზე კიდევ უფრო იმატებს ამისი მოშვების ფაქტი, ასე რომ ვთქვათ რა. აი ესეთი რაღაცა არის ეს. ესეთი რამეა შიგ ზამბარაზის და მოკლედ ეს ახორციელებს ამორტიზაციას. ეხლა ჩვენ ფიქსაციისთვის რა ვიცი, ვის რა მოგიხერხდებათ, შეგიძლიათ ისი ხმაროთ, შეიძლება პაკლიც დაახვიო მომენტ და ისე დაუჭირო, მაგრამ მე ამ შემთხვევაში გამოვიყენებ აი ესეთ თხევად პაკლს, რომელიც არის მოხსნის ფუნქციით, ანუ რომ დაუჭერ და დაიჭერს, შემდეგ მოხსნა რო გინდოდეს მოხსნი, მაგრამ ეს არის ლურჯი ფერის და წითელი ფერისები, ესეთები რო დაუჭერ, მოკლედ თუ არ გადაახურე რკინა, ისე ვეღარ მოხსნი რა. ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ თხევად პაკლს. წავუსვათ ამ რეზბებზე, დავახრახნით თავის ადგილას და როდესაც გაშრება, აღარ მოიშვებს და აღარ. ეხლა ეს შეეძლო, რა თქმა უნდა, ქარხანამ მწარმოებელს გაეთვალისწინებინა და თვითონვე მოეგვარებინა და მსგავსად არის ეს მუხტაც დაჭერილი, მსგავსად არის მჭიდი გეჯაში დაჭერილი, რომ არ იშვებს. ზუსტად მასეთი შემაყოვნებლებით, ასე რომ დავარქვათ, არის დაფიქსირებული. ეს არის მცირედი რაღაც ნიუანსი, კარგი იყო, რომ ქარხანამ მწარმოებელს მოეგვარებინა ეს, მაგრამ რახან არ მოაგვარა მან, ჩვენ შეგვიძლია მოვაგვაროთ და ამის გულისთვის თოფის დაწუნება არ ღირს. მოკლედ არ ვიცი ახლა რამდენად ჩანს, მაგრამ წავუსვით, ანუ რეზბები სრულად შევავსეთ იმ საშუალებით, თხევადი პაკლის საშუალებით. ეხლა ამას ჩვენ დაუჭერთ თავის ადგილას და აღარასდროს აღარაფერი აღარ უნდა დაემართოს ამას. ჩვენ თუ არ დაგვჭირდება მოხსნა და რაღაც ტექნიკური ჩარევა, თავად ამან აღარ უნდა მოიშვას. მოკლედ ასია ამისი საქმე. ახლა ერთი ხელით ვიღებ, ერთი ხელით უჭერ და მიჭირს და გავთიშავ. მოკლედ ამისი თქმა მინდოდა, რომ მიაქციეთ თქვენს იარაღებზე ამას ყურადღება, ვისაც გაქვთ მსგავსი ტიპის მექანიზმის მქონე თოფი. შესაბამისად, ერთი მსგავსი ნიუანსი აგრეთვე არის ლულაზე. აი ეს არის დეტალი, რომელი დეტალიც ცევიოზე დამჭერის დაჭერის დროს, აი წკაპ რო იძახის, აი ამ მექანიზმზე იძახს. ეხლა მე ეს ამოხრახნილი მაქვს, რომ ესეც იშვებს ხოლმე და ხან დაბლა ჩადის და ანუ წკაპუნით აღარ იკეტება, უბრალოდ შემოძრიალებით იკეტება. და რო არ მოიშვას გასროლების დროს, ამასაც აი ესეთი წვრილი ჰატვერკა მაქვს, ასე რომ ვთქვათ. და აქედან შევუშვებ ესე დაატრიალებით გამოვყავს ეს ბატონო ჩემო გარეთ. ეხლა ამაზე დავუცხებთ იგივე საშუალებას, ჩავხრახნით უკან და ესეც დაფიქსირდება და აღარასდროს არანაირი პრობლემა არ ექნება.
გირჩევთ, რომ ამასაც მიაქციოთ ყურადღება. აი, ესეთი დეტალია ბატონოჩი. შემდეგ ისე უკან ჩაახრახნით და დაისვენებთ ამისგანაც. აი, ესეთნაირად ჩავახრახნით და ამოვხრახნით და ახლა ისევ ჩავხრახნით, რომ რეზბებზე თანაბრად მოსდებოდა ის შემოყავებელი თხევადი პაკლი. გავაჩერებთ თავის ადგილას და ვსიო. დარჩება ეს მუდმივობაში ესეთნაირად. აღარც მოიშვებს და აღარც არაფერი. ეს მინდოდა რომ მეჩვენებინო ბატონოჩი.